მოდით გავაკეთოთ მოკლე პროგნოზი, ხო, ეხლა მე კი არ მიყვარს პროგნოზები, მაგრამ ეკონომიკაში შესაძლებელია გარკვეულწილად პროგნოზირება სიტუაციის და ეხლა ახალი წლის წინა პერიოდია და ეხლა თუ რაღაცა საშინელება არ ხდება, იმიტომ არ ხდება, რომ ეკონომიკა დაპაუზებულია, ერთგვარ stand-by რეჟიმშია გადასული, ჩვენ გვესმის, რომ წლის ბოლოს აი ეს ეკონომიკური აქტივობა, იმპორტ-ექსპორტი მაქვს ხედველობაში და სხვა ტიპის აქტივობები იკლებს, იმიტომ რომ მარაგები წინასწარ არის შექმნილი და ამ შემდეგ და ეს გარკვეული ესეთი, ესე რომ ვთქვათ, ვირტუალური სტაბილურობის სურათს ქმნის, მაგრამ რა მოხდება 15 იანვრიდან, მოდით ესე ვთქვათ, არსებულ მოცემულობაში, ხო? 15 იანვრის შემდეგ, როდესაც ეკონომიკა დაიწყებს ამოქოქვას და ჩვენ მოხმარებელი ქვეყანა ვართ, იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ანუ მარაგების შევსებას დაიწყებენ კომპანიები და შემოსავლები პირდაპირ ინვესტიციების სახით გადმორიცხვებით შემცირებული იქნება, იმიტომ რომ წლის ბოლოს თავის ოჯახებში დამატებითი სახსრები ჩარიცხეს ადამიანებმა და იანვარ-თებერვალში ამის საშუალება იმდენად აღარ ექნება. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაჩნდება უზარმაზარი დეფიციტი იმაზე, რა ქვია, სავალუტო ბირჟაზე, ხო? ანუ ლარზე დაწოლა იქნება უსასტიკესი პირდაპირ გეტყვით, ხო და ეს იმ პირობებში, როდესაც მოსაოდნელია კიდე სასანქციო პოლიტიკის დაწყება და ამ შემდეგ. და დაიწყება მე ეკონომიკაში როგორ ხდება, ვიცით, ხო, დომინოს პრინციპით ვითარდება მოვლენები. პირველი სეგმენტი, რომელსაც ეს ყველაფერი დაარტყავს, არის ჩემის აზრით უძრავი ქონების ბაზარი. უძრავი ქონების ბაზარზე დღეს ისედაც ძალიან გაბერილია კონიუნქტურა, ჩვენ ყველამ კარგად საშუალო ფასი თბილისში ლამის $2000 გახდა კვადრატული მეტრის, რაც აბსოლუტურად არაადეკვატური და შეუსაბამოა ეკონომიკურ განვითარებასთან. შეუსაბამო ფასებია ესპანეთში უფრო იყიდი ვილას დღეს ვიდრე თბილისში, ხო, ბევრად უფრო იაფად და ბევრად უფრო კომფორტულს. აი ესეთი მოცემულობა, ანუ გარკვეული პირამიდა ააშენეს, აი ამ ისევე ოლიგარქიულმა წრეებმა, ხელისუფლების ორბიტაზე მყოფმა და სხვა ვერც აშენებს ვერავინ ვერაფერს პრაქტიკულად, მარტო ისინი აშენებენ. აი ესეთი ფინანსური პირამიდა ააშენეს, ისედაც და წარმოიდგინეთ ახლა მოთხოვნა მიწოდებაზე რა დაიწყება იანვრიდან, ხო? ანუ ფაქტობრივად მოთხოვნა შემცირდება კატასტროფულად და მიწოდება იქნება 10 ჯერ მეტი ვიდრე მოთხოვნა.